მთელი დიდება ეკუთვნის უფალს. ამენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მიზან მიმართულად ვადიდებდეთ უფალს. თუ კი ხვდები, რომ ადამიანი, რომელიც მხვდება და მეფერება, მხოლოდ მისი მოფერება სიტყვებით არის, მისი კომპლიმენტი თუ შემოთავაზებული მეგობრობა ჩემს გულს ახლოს არ ეკარება ხოლმე. თუ ხვდები, რომ ადამიანი, რომელიც კომპლიმენტს მეუბნება, მართლა მაფასებს, მართლა ღელავს ჩემზე, შეუძლია რომ რაღაცა მსხვერპლი გაიღოს ჩემთვის. მაშინ მის აზრს ჩემთვის მნიშვნელობა აქვს ხოლმე. თუ კი ვიცი, რომ ადამიანს არ ვუყვარვარ, ან არ აღელვებს ჩემი მომავალი, ჩემი ბედი, მისი რჩევაც არაფრად მიმაჩნია ხოლმე. მისი საჩუქარიც ეჭვს აღმიძრავს ხოლმე გულში. რატომ ჩუქნის ნეტა ეს ადამიანი ამას? ხანდახან პირდაპირ ხვდები ხოლმე ვიღაცა, ვისაც ვიცი, რომ არაფერში არ ვაინტერესებ და უცებ შემოვა ჩემთან, ან სამსახურში, ან სახლში, ან სადღაც შემხვდება. გამიღიმებს, რაღაც სხვანაირად მომიკითხავს, რაღაცა ამბების მოყოლას დამიწყებს. ერთი აზრი მიტრიალებს თავში, ნეტა როდის მეტყვის სინამდვილეში რა უნდა ჩემგან. და როგორც წესი, 100-დან 99% მართალი გამოვდივარ ხოლმე. ბოლოს რაღაცა სათხოვარი მოყვება ხოლმე ყველაფერ ამას. წარმოიდგინეთ, ღმერთისთვის რაოდენ მნიშვნელოვანია შენი საგალობელი, რომ სუფთა გულიდან გამოდიოდეს. როდესაც შენ მას უმღერი ხარ და ეუბნები, ვიცი რომ გჭირდები უფალო. და ამ დროს ღმერთი გიცნობს შენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. იცის რომ მას შენზე გათვლა არ უნდა კონდეს. იცის რომ შენ დასაყრდენი არ ახარ მისთვის. იცის რომ შენ სერიოზულად არ მიგაჩნია მისი მცნებები. კი აქ მოდიხარ მაღალფარდუნად მღერი ხარ, შეიძლება გუნჩიც ხარ, შეიძლება დაბლა, გადაწყვეტილებებს ღებულობ რაღაც დონეზე. მსახურიც შეიძლება ხარ. შეიძლება არც ხარ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ მოდიხარ ყოველ შაბათს. მინდა გითხრა რომ ღმერთი შენს გულს უყურებს. შენი სიმღერა უნდა შეესაბამებოდეს შენს ცხოვრებას. შენი ხელის აწევა, შენი ამინი, შენი ალელუია უნდა გამოხატავდეს შენს გულში არსებულ რეალურ მდგომარეობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არავინ არ გაძალებს რომ იპირფერო. იყვნენ ფარისევლები, რომლებიც იესოს არ მოსწონდა. რომლებიც სწავლებით, მოძღვრებით, ბაგეებით ღმერთს ადიდებდნენ, მაგრამ მათზე წერია, რომ ისინიო ბაგეებით მაქებენო და მადიდებენ, მაგრამ მათი გულები ჩემგან შორს არისო. მე არ მინდა რომ ჩვენ ფარისევლებს დავემსგავსოთ. მე მინდა რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება გეგმაზომიერად, ინტენსიურად, მიზან მიმართულად იხარჯებოდეს ღმერთის სახელის დიდებაში. და ეს მიგვიყვანს ჩვენ წარმატებამდე. ეს მიგვიყვანს სულების გადარჩენამდე. იმიტომ რომ საქმის დამწყებზე უფრო ნეტარი საქმის წარმატებით დამსრულებელია. შეიძლება კარგად დაიწყო რაღაც, შეიძლება კარგი განზრახვა გქონდეს, მაგრამ თუ შუა გზაში დაკარგავ ძალას, თუ ბოლომდე არ მიიყვან შენს დაწყებულ საქმეს, შენს განაცხადს თუ არ აღასრულებ, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი და სამეფო დასაწყისი გქონდეს, ის ვერ გიხსნის, თუ დასასრულიც ასეთივე არ გექნება. ჩვენ ამას წინათ ვილაპარაკეთ ორ ძალიან მნიშვნელოვან რამეზე. როგორც ისრაელის ცხოვრებაში, ისე დღევანდელი ქრისტიანების და საერთოდ კაცობრიობის ცხოვრებაში. ორი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც მოხდა ადამიანის ცხოვრებაში. ეს იყო ერთი. ებრაელი ხალხი გამოვიდა ეგვიპტიდან. გახსოვთ ამაზე რომ ვილაპარაკეთ. და მეორე, მას შემდეგ რაც ისინი ეგვიპტიდან გამოვიდნენ, მეორე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის რომ ეგვიპტიდან გამოსვლა იყო. ისინი აღთქმულ მიწაზე შევიდნენ და დამკვიდრდნენ. ეს არის მნიშვნელოვანი. ამ ორი ასპექტისგან შედგება დღესაც თითოეული ადამიანის ცხოვრება. ღმერთმა იმიტომ არ გამოგიყვანა ცოდვის ძალაუფლებიდან, რომ ცოტა ხნის მერე შეიცნობრა ღმერთს კვლავ დაუბრუნდე ცოდვას. დაიღალო და ზოგიერთი ურწმუნო ებრაელებით, რომელიც უდაბნოს გზაზე წუწუნებდა,
ისევ იმ ძველ ცხოვრებას, ისევ ეგვიპტის ცოდვილ ცხოვრებას დაუწყო ძებნა. აზრი არ აქვს ადამიანის გამონთავისუფლებას ეგვიპტიდან, თუ ის აღთქმულ მიწაზე არ შევა. ამ ორი მოვლენიდან, ეგვიპტიდან გამოსვლასა და აღთქმულ მიწაზე შესვლას შორის მთავარი მაინც არის აღთქმული მიწის დამკვიდრება. აზრი არ აქვს ადამიანის ეგვიპტიდან გამოყვანას, თუ ის უდაბნოში მოკვდება. აზრი არ აქვს ადამიანის ცოდვისაგან დახსნას, თუ ის კვლავ ცოდვის მონა გახდება და ჯოჯოხეთში წავა. ადამიანის დახსნას მაშინ აქვს აზრი, თუ კი ეს ადამიანის საბოლოო ჯამში დაიმკვიდრებს ცათასასუფეველს. დღეს ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ცათასასუფეველის დამკვიდრებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. მაგრამ ვინ იცის რომ ცათასასუფეველი მარტო ცაში არ არის? ვინმე თანხმება ამაში? ცათასასუფეველი არ ნიშნავს რომ რაღაცა არის მხოლოდ ცაში. იცით რა, სასუფეველი ნიშნავს მეფობას, მართლობას, ბატონობას, ყოფნას. და ცა შეიძლება ყველგან იყოს. ცა შეიძლება ყველგან მართლობდეს. შეიძლება ცათასასუფეველი შენს გულში ბატონობდეს. შეიძლება ცათასასუფეველი ბატონობდეს კონკრეტულ ორგანიზაციაში, კონკრეტულ ოჯახში, ბავშვის გულში, საქმეში. თუ კი ცათასასუფეველი თავისი კანონების მეშვეობით ახორციელებს რაღაცას, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ ცათასასუფეველია. და იესომ ჩვენ გამოგვიხსნა ცოდვისაგან იმისათვის, რომ ჩვენს გულებში უპირველეს ყოვლისა დამკვიდრდეს ცათასასუფეველი, შემდეგ ჩვენს ცხოვრებაში და ბოლოს ფიზიკურად და სულიერად ყველანი შევიდეთ უკვე ზეცაში, სადაც ღმერთი იმყოფება. მაგრამ კარგია, რომ სიკვდილი არაა საჭირო ფიზიკური იმისათვის, რომ ღმერთის სიყვარული ვიგრძნოთ. ასე წერია, რომ ღმერთის ყოველ ძეს საკუთარ თავში აქვს მოწმობა. კარგია, რომ ცათასასუფეველი როდისღაც არ მოვა. კარგია, რომ ცათასასუფეველი უკვე მოგვცა ჩვენმა მამამ. ასე ამბობს უფალი იესო ქრისტე. მან ინება ჩვენთვის ცათასასუფეველის მოცემა. ანუ ადამიანური სიტყვებით რომ თქვათ, მან ინება ჩვენთვის ყველა იმ კურთხევის, ყველა იმ სისავსის დამკვიდრება თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში, რომლის გულისთვისაც მოვიდა და გოლგოთის ჯვარზე მოკვდა. რა კარგია, რომ ეს უკვე დღეს ხელმისაწვდომია ჩვენთვის. და უფრო კარგია და მნიშვნელოვანი, თუ კი ჩვენ გავაცნობიერებთ, რომ სწორედ აი ამ ცათასასუფეველის დამკვიდრებისათვის გამოგვიყვანა ღმერთმა ქვეყნიერებიდან. რა კარგია, რომ შენ იცი ღმერთის მიზანი შენ ცხოვრებაში. არსებობენ რელიგიები, რომლებიც ასწავლიან, რომ ღმერთის ნება არის ეტანჯოს ადამიანი. ღმერთის ნება არის ავადმყოფი იყოს ადამიანი. არიან ასეთი რელიგიები. კარგია, რომ ჩვენ ვიცით, რას ამბობს ჭეშმარიტება, ღმერთის სიტყვა. კი, მართალია, ღმერთის სიტყვა გვეუბნება, რომ ავადმყოფობაშიც კი მადლიერნი უნდა ვიყოთ უფალი იესო ქრისტესი. კარგია, რომ ვიცით, რომ ღმერთის სიტყვა გვეუბნება სიღატაკეშიც კი, მაშინაც კი, როდესაც შეიძლება მთელმა ქვეყნიერებამ მიგვატოვოს, ჩვენ მაინც მადლიერები უნდა ვიყოთ ღმერთის, მაგრამ არსად არ წერია, რომ ღმერთის ნება არის ადამიანები ავადმყოფობდნენ. არსად არ წერია. იყვნენ ადამიანები, რომლებიც მიდიოდნენ იესოსთან და არ იცნობდნენ მას. მათ სხვანაირი წარმოდგენა ჰქონდათ იესოს შესახებ და ეუბნებოდნენ, უფალო, კეთროვანი ვარ და თუ გსურს შენ შეგიძლია ჩემი განწმენდა. დააკვირდით მის მიდგომას? ამ ადამიანმა არ იცოდა იესოს სურვილი. სურდა თუ არა მას მისი განწმენდა. იმაში ეჭვი არც კი ეპარებოდა, რომ ღმერთს შეეძლო მისი განწმენდა. ხვდებით? მაგრამ ეჭვი იმაში ეპარებოდა, უნდოდა თუ არა ღმერთს მისი განწმენდა. რატომ იცით? იმიტომ რომ რელიგიური ადამიანები ასე ასწავლიდნენ. ღმერთს შეიძლება არ უნდა შენი განწმენდა. არა და ასე წერია სახარებაში, რომ ღმერთში ყველა აღთქმა არის ჰო და ამინი. არასოდეს იესოს უკან არ გაუბრუნებია კაცი. დახმარების გარეშე. პირიქით იმასაც გვასწავლიდა, ყველას ვინც გთხოვოთ რამე მიეცით. თუ კი გაქვს, რა თქმა უნდა. და იესო ყოველთვის ეუბნებოდა, სურს განიწმინდე.
ერთადერთი მოთხოვნა, რაც იყო პირობა იმისათვის, რომ ადამიანის ცხოვრებაში სასწაული მომხდარიყო, ან გამონთავისუფლება მომხდარიყო, იყო ის, რომ ადამიანს უნდა ქონოდა რწმენა. აი ეს სხვა საკითხია. იმისათვის, რომ ცათასასუფლებელი დაიმკვიდრო, ბევრი რამ გჭირდება ამ ქვეყანაზე. მაგრამ უპირველეს ყოვლისა გჭირდება რწმენა, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ რწმენის გარეშე შეუძლებელია ღვთისათვის მოსაწონად ყოფნა. რა არის ახლა რწმენა ღმერთმა უწყის? შენ როგორ გესმის? რა არის შენს გულში? როგორ წარმოგიდგენია? ის რომ ღმერთი არის სადღაც, ამას უკვე მე მგონი მეცნიერებიც აღარ უარყოფენ. იმიტომ რომ მივიდნენ ისეთ აღმოჩენებამდე, სადაც დაასკვნეს რომ ასეთი წესრიგის, თუნდაც მოწესრიგებული ქაოსის მართვა მხოლოდ ღმერთს შეუძლია. შეუძლებელია ამას შემთხვევითობა განკარგავდეს. ეს მათთვისაც არ არის დაფარული. მეც ვიცი რომ არსებობს რაღაც ამერიკის პრეზიდენტი, ან რუსეთის პრეზიდენტი, მაგრამ არანაირი მისადგომი ამ ადამიანებთან პირადად არ მაქვს. არაფერი შემიძლია მათგან მივიღო, ან მათ გაუკეთო. აბსოლუტურად არაფერი. ის რომ მე ვიცი რომ ისინი არსებობენ, სულაც არ ნიშნავს იმას რომ ეს საკამარისია მათგან რაღაცის მისაღებად. ასევეა ღმერთის შესახებაც. თუ უხეში შედარება არ გამოგვივა. ის რომ შენ წამს რომ ღმერთი სადღაც არსებობს, სულაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ შენ ცხოვრებაში მოვიდეს და დამკვიდრდეს სასუფეველი ცათა. ეს რწმენა არ არის. რწმენა სულ სხვა რამეა. რწმენაზე წერია რომ რწმენა მოდის მოსმენისაგან, მოსმენა კი ქრისტეს სიტყვისაგან. ამ თემაზე ჩვენ ბევრი გვისაუბრია. დღეს მე მინდა რომ კონკრეტულად ცათასასუფეველზე გელაპარაკოთ. არ მინდა თემას გადაუხვიო და კვლავაც მინდა შეგახსენოთ რომ ღმერთს უნდა თქვენთვის ცათასასუფეველის მოცემა, დამკვიდრება. ერთხელ ლოცულობდი ჩემი შვილისთვის. მე ეს მაგალითი მაქვს თქვენთვის მოყოლილი. და როდესაც ლოცულობდი, მოვიდა აზრი, რომ არ არსებობს ისეთი სურვილი და ოცნება, რომლითაც მე ღმერთის სიყვარულს გადავაჭარბებდი ჩემი შვილისადმი. მივხვდი რომ ყველა სფეროში, ყველა ასპექტში ღმერთს გაცილებით უფრო მეტად უყვარს ჩემი შვილი და უფრო მეტად უნდა მისი კურთხევა, ვიდრე მე მის მშობელს. მივხვდი რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ არ გვიყვარს საკუთარი თავები ისე და ჩვენ არ ვოცნებობთ ისეთ რაღაცეებზე ჩვენი პირადი ცხოვრებისთვის, როგორზეც ღმერთი ოცნებობს ჩვენთვის. და მან გამანთავისუფლა. რატომ იცით? მანამდე მეგონა რომ უნდა მეხვეწა ღმერთისთვის რაღაცეები. მანამდე მეგონა რომ თუ მინდოდა ბედნიერი ოჯახი ან წარმატებული კარიერა ან მეგობრები ან რაღაცის მიღწევა ცხოვრებაში, უნდა მეხვეწნა რამენაირად რომ დამემსახურებინა კეთილგანწყობა ღმერთისა. მე აღმოვაჩინე რომ ღმერთს როგორც ჩემს მამას გაცილებით უფრო ძლიერი წყურვილი და სურვილი აქვს რომ წარმატებული ვიყო, ვიდრე მე. და ისიც აღმოვაჩინე რომ ჩემზე უკეთ ღმერთმა უწყის რომელია უმოკლესი და უსწრაფესი გზა ჩემი წარმატებისაკენ და მან თავისუფლება მომანიჭა. ჩემი ლოცვები შეიცვალა. იმას კი აღარ ვთხოვდი ღმერთს რომ ღმერთო აი ეს შემისრულე, ღმერთო გეხვეწები ის მომეცი, არა. მე ვუბნევდი ღმერთო, როგორ უნდა დავიმკვიდრო ის რისი გულისთვისაც შენ ამ ხელმსხვერპლი გაიღე. მასწავლე შენი გზები უფალო. როგორ ვილოცო? რა გავაკეთო იმისათვის რომ მივწვდე იმას, რაც შენ ინებე რომ მომცე. თუ განკურნება მჭირდება, განკურნება. თუ ცოდვაზე გამარჯვება, ცოდვაზე გამარჯვება. თუ მეგობართან შერიგება, მეგობართან შერიგება. თუ სამსახური, იმიტომ რომ ინება ჩემმა ზეციერმა მამამ ჩემთვის ამ ყველაფრის მოცემა და ამისი ერთადერთი გზა იყო რომ ვიღაცას გავენთავისუფლებინე წყევლისა და ცოდვის მონობისგან, ვიღაცას გამოვეყვანე ეგვიპტიდან, წარსული ცხოვრებიდან და მივეყვანე ცათასასუფეველში და ეს ვიღაცა აღმოჩნდა იესო ქრისტე, რომელმაც თქვა მე არ დავიზარებ. მე მოუკვდები იმის გულისთვის რომ ნებისმიერი თქვენთაგანი გამოყვანილ იქნას ცოდვისა და წყევლის ძალაუფლებიდან და შეყვანილ იქნას კურთხევის სასუფეველში. ამას როდესაც გააცნობიერებ, ხვდები რომ ღმერთი შენსკენ არის
და მოციქული ამბობს, თუ კი ღმერთი ჩვენსკენ არის, აბა ვინ გამოვა, ვინ შეძლებს ჩვენს წინააღმდეგ ყოფნას? ამაზე ამბობს თვითონ უფალი იესო ქრისტე, რომ მე დავაფუძნებ ეკლესიას, რომელსაც ვერაფერი ამ ქვეყანაზე, ჯოჯოხეთის კარიბჭენიც კი ვერ დაამარცხებს, იმიტომ რომ მე ვიქნები ამ ეკლესიის თავი, მე ვიქნები ამ ეკლესიის წინამძღოლი, მე გაუკაფავ გზას, მე ვიქნები მხედარმთავარი თქვენი. სხვა ადგილზე მოციქული ამბობს და თუ კი ღმერთმა, რომელმაც არ დაინდოო თქვენთვის ერთადერთი მხოლოდ შობილი ძე და გაიღო იმისათვის, რომ თქვენ გადარჩენა გქონოდათ, განა შეიძლება სხვა რაიმე დაინანოსო თქვენთვის. ხედავთ როგორია ღმერთის დამოკიდებულება? ის რომ ჩვენ ეს არ ვიცით და მაინც ვითხოვთ იმას, რაც დიდი ხანია მოცემული გვაქვს და ვიხვეწებით, ეს იმას ნიშნავს, რომ უფალს არ ვიცნობთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ეგოისტები ვართ. პირიქით შენ უნდა ეძიო ღმერთი. ეძიო სინათლე შენ ცხოვრებაში. ეძიო მისი გზები. იმიტომ რომ შეიცნობო ჭეშმარიტებას, ასე წერია, და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებს შენ. რისგან გაგანთავისუფლებს? რა თქმა უნდა, ცოდვისა და წყევლისაგან. იმიტომ რომ ეშმაკს სურს შენი დატყვევება. ცოდვას სურს შენი დატყვევება. მთელი ეს ქვეყნიური სისტემა არის მოქცეული იმისაკენ, რომ შენ ღმერთს ჩამოგაშოროს და ტყვეობაში გამყოფოს. მაგრამ თუ კი შენ შეიცნობ ჭეშმარიტებას, ანუ მიხვდები რა არის ჭეშმარიტება შენ ცხოვრებაში, ასე წერია, ეს ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებს შენ. ძალიან მნიშვნელოვანია იცნობდე ჭეშმარიტებას. ერთი ადგილი მინდა წაგიკითხოთ, ნახეთ აქ რა წერია. ლუკას 18 თავი. მე-15 მუხლიდან მოუყვანეს მას ყმებიც, ანუ პატარა ბავშვები, რომ შეხებოდა მათ, ეს რომ მოწაფეებმა დაინახეს, აჩერებდნენ მათ. იესომ დაუძახა და თქვა, გამოუშვით ბავშვები და ხელს ნუუშლით ჩემთან მოსასვლელად, ვინაიდან მაგათნაირებისა ღვთის სასუფეველი. ალბათ ამაზე უამრავი ქადაგება გაქვთ მოსმენილი. ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, ვინც ისე არ მიიღებს ღვთის სასუფეველს, როგორც ბავშვი ვერ შევაშიგ. აქ ცოტა სხვა რამეს მინდა ახლა ხაზი გაუსვა. ნახეთ აქ რა წერია, ვინც ისე არ მიიღებს ცათასასუფეველს, როგორც ერთიან ბავშვის ნაირი, ვერ შევაშიგ. ხშირად აქცენტი კეთება ხოლმე ბავშვების გულზე, დამოკიდებულებაზე, რწმენაზე, მიამიტობაზე და ასე შემდეგ. მე სხვა რაღაცას მინდა გაუსვა ხაზი. აქ წერია, ვინც ისე არ მიიღებს ცათასასუფეველს, ვერ შევაშიგ. თურმე სანამ ცათასასუფეველში შეხვალ, მანამდე ცათასასუფეველი უნდა მიიღო. ხვდებით რა შეესაქმე? სანამ შეხვალ ცათასასუფეველში, ცათასასუფევლის მიღება უნდა შეძლო. რას ქვია მიიღო ცათასასუფეველი? პოლიტიკაში ეს ძალიან კარგად ჩანს. როდესაც რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი სადღაც ჩადის, იქ ჩანს ხოლმე მისადმი დამოკიდებულება, როგორ ღებულობენ მას. გაუწევენ თუ არა ორგანიზებას ოფიციალურ მიღებას. ვინ დახვდება აეროპორტში? როგორი მანქანით წაიყვანენ? რამდენად გაიზიარებენ მის სიტყვებს? მიღება ნიშნავს, როდესაც ვიღაცას პატივსცემ, ეთანხმები, იცი მისი აზრი და მიყვები, ხარ მისი თანამებრძოლი. ამას ნიშნავს მიღება. მიიღო რაღაც ნიშნავს დაეთანხმო ამას. მაგრამ დაეთანხმო რაღაცას იმას ნიშნავს, რომ იცი რაზეა აქ საუბარი. შეუძლებელია დაეთანხმო ვიღაცის ლოცვას, თუ არ გესმის რაზე ლოცულობსო იგი. წერილი გვეუბნება. როგორ ეტყვი ვიღაცას ამინს, თუ ის უცხოენებზე ლაპარაკობს და არ გესმის მისი ნალაპარაკები. ხედავ, ის რომ დაეთანხმო რაღაცას, მიიღო რაღაცა, შეიცნო რაღაცა, უნდა გესმოდეს მისი არსის. უნდა იცოდე როგორ არის მოწყობილი. იმისათვის რომ შეხვიდე თურმე ცათასასუფეველში, საჭიროა რომ მიიღო ცათასასუფეველი. იმისათვის რომ მიიღო ცათასასუფეველი, უნდა იცოდე რაზე შენდება ცათასასუფეველი. როგორია იგი? რა სიტყობს შენგან იგი? მაგალითად თუ გინდა დაემკვიდრო წარმატებული მსახურება, შენ უნდა იცოდე ცათასასუფევლის აზრი მსახურების შესახებ. თუ გინდა რომ მქონდეს
ქონება იმისათვის რომ დაარიგო და აკურთხო ღმერთის სახელით ადამიანები უნდა იცოდე ცათასასუფევლის გზები როგორ უნდა დაიმკვიდრო სიმდიდრე არსებობს ასეთი გზები თუ არ იცი ეს გზები ვერ დაეთანხმები და თუ ვერ დაეთანხმები და ვერ მიიღებ ვერც დაიმკვიდრე ვერ შეხვალ ამ კურთხევაში უნდა იცოდე რას გეუბნება სასუფეველი ცათა ოჯახის შექმნაზე თუ გინდა რომ კარგი ქრისტიანული ოჯახი შექმნა რომ დაეთანხმო მის პრინციპებს შეისწავლო ეს პრინციპები და როდესაც დაეთანხმები ამ შესწავლილ პრინციპებს მიიღებ ამ პრინციპებს დაემორჩილები ამ პრინციპებს შენ გეძლევა შანსი რომ დაიმკვიდრო ასეთი ოჯახი თანმიმდევრობას აკვირდებით მეთანხმებით ამაში რასაც გელაპარაკებით ეს ძალიან მნიშვნელოვანია შეუძლებელია ჯერ დაიმკვიდრო რაღაცა და მერე დაიწყო მისი შესწავლა ასეც ხდება ხოლმე ვიღაცები რაღაცას მიიღებენ ისე რომ აზრზე არ არიან როგორ მიიღეს ამის შესწავლას და განხილვას ახლა არ მივყვებით მაგრამ იცით რა ხდება ხოლმე ეს ან მათან მახეთ ექცევათ ხოლმე ან ძალიან მალევე კარგავენ ხოლმე ამას ერთი კარგი ქართული ანდაზა კარგად გამოხატავს ქარის მოტანილს ქარივე წაიღებს რაღაცა შემოგივარდა როგორ დაკარგე ისიც ვერ ჩემს ცხოვრებაში ეს ყოფილა ადამიანები ხშირად ამჯობინებენ ხოლმე რომ შესწავლის შემეცნების გარეშე დაიმკვიდრონ რაღაცა თავარია მიიღონ სიამოვნება თავარია მიზანს მიაღწიონ და ყველა საშუალებას ამართლებენ მაგრამ იცოდეთ რომ ცათასასუფევლის კანონები დაუნდობელია და თუ ცათასასუფეველმა შეგიწყალა იცოდე ქვეყნიერება არ გაპატიებს მოტყუებულ არასწორ არათანმიმდევრულ ნაბიჯებს ჯერ ერთი რომ ღმერთი არ გაპატიებს მცნებას მცნების დარღვევას თუ არ მოინანიებ მაგრამ მეორეც ღმერთის გარდაც არსებობენ პიროვნებები რომლებიც ცილს გწამებენ და ყოველთვის ეძებენ შენში ნაკლოვანებას იმისათვის რომ პასუხი მოგთხოვონ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანის ცხოვრებისათვის ქრისტიანის ცხოვრებაში უკან დასახევი გზა მოჭრილია შენ ვეღარ წახვალ კომპრომისზე შენ ორი გზა გაქვს ან უნდა იყო უკომპრომისო ქვეყნიერებასთან შეიცნო ცათასასუფეველი და იყო წარმატებული ან წახვიდე კომპრომისზე და ვერასოდეს ვერ იყო რეალურად წარმატებული და წარმატებაში არ გულისხმობ მხოლოდ კარიერას ან ფულს იესო ქრისტე მინდა გითხრათ ყველაზე წარმატებული იცით როდის იყო როდესაც გოგოთის ჯვარზე გააკრეს და როდესაც მან თქვა აღსრულდა წარმატებულია ადამიანი მაშინ როდესაც ის აღასრულებს მისიას რისთვისაც ღმერთმა იგი ამ ქვეყანაზე მოავლინა ეს იმას არ ნიშნავს რომ შენ ვიღაცამ შეიძლება ფიზიკურად ჯვარზე გაგაკრას თუმცა არაფერი არ არის ამ ქვეყანაზე გამორიცხული ეს იმას ნიშნავს რომ შენ საკუთარი სიამოვნებისთვის არ ახარ გაჩენილი ამ ქვეყანაზე თუმცა არც იესო დარჩენილა სამუდამოდ გოლგოთის ჯვარზე და ის ჯვარცმიდან ღმერთის დიდებამდე ამაღლდა და გაცოცხლდა რაც იმაზე მიანიშნებს რომ შენ ცხოვრებაში ტანჯვაც რომ მოვიდეს თუ კი შეინარჩუნებ იესო ქრისტესავით ერთგულებას ამ ტანჯვას ბოლო ექნება დასასრული ექნება და ის ვინცო ასე წერია სახარებაში თანა დაიმარხა თანა ჯვარს ეცვა იესო ქრისტესთან ერთად მასთან ერთად იქნა აღდგენილიო განა იქნებაო იქნა აღდგენილიო ანუ ეს იმას ნიშნავს რომ ღმერთმა გადაწყვიტა ყველაფერი თუ შენ უერთგულები იესოსავით თუ შენ ჯვარცმასაც კი არ შეუშინდები იესოსავით იესოსავით გამარჯვება მოგეცემა შენ იმისათვის რომ რამე დაიმკვიდრო როგორც წერილი ამბობს უნდა დაინახო უნდა მიიღო რაღაც ამისათვის გჭირდება რომ სიტყვა იკითხო მიიღო რაც შეიძლება ბევრი ინფორმაცია ღმერთის შესახებ ცათასასუფევლის შესახებ ამიტომაც გვეუბნება ღმერთი ბიბლიის უამრავ ადგილას რჯულის ეს სიტყვები იყოს მუდამ თქვენს გულებში თქვენ შუბლებზე დღედაღამე უკითხეთ ის თქვენ შვილებს დილა საღამო შუადღისას იმეორეთ ილაპარაკეთ ეძიეთ მეძიეთ ერთადერთი გზა ცათასასუფევლის დამკვიდრებისა არის მისი დანახვა მისი მიღება მისი შესისხლხორცება და შემდეგ უკვე დამკვიდრება
ძალიან მნიშვნელოვანია ღმერთის სიტყვის ცოდნა. მოციქული პეტრე ამბობს, რომ თავის წერილში, რომ ქრისტეს ჭრილობებში ჩვენ განვიკურნეთ. და ქართულში ეს განსაკუთრებულად კარგად ჩანს. წარსული დრო, ის რაც უკვე მოხდა. არა ის რაც ხვალ მოხდება, იმიტომ რომ ქრისტეს ჭრილობები ხვალ არ ექნება. ქრისტეს ჭრილობები იყო 2000 წლის წინ და იმ ჭრილობებში მოხდა ჩვენი გამოსყიდვა. და ერთხელაც ერთი მსახური, კენეთ ჰეიგენი, რომელიც უკვე გარდაცვლილია, ამბობს ასეთ რაღაცას. ღამე როდესაც ვიწექიო, თუ არ ვწდები კენეთ ჰეიგენი იყო, უამრავი ავადმყოფობისგან იყო განკურნებული. სული შემეხუთაო და ვიგრძენიო, რომ ასთმის შემოტევა მქონდაო. და ვერაფრით ვეღარ ამოვისუნთქეო, ღამის 3 საათი იყო. და აზრი მოვიდა ასეთიო, რომ იცი რა კენეთ, შენ ვეღარ განიკურნები. დრო მოვიდა, რომ წახვიდე უფალთან. და მეგონაო, რომ ღმერთი მელაპარაკებოდაო. და უკვე გულში ვილოცე, პატიება ვითხოვე ყველა ჩემი ცოდვისთვის, თუ კი რაიმე გაუაზრებელი მქონდაო და მოვემზადე იმისათვის, რომ გადავსულიყავი, მაგრამ უცებ გამახსენდაო წერილი. ის ხმა ეუბნეოდა მას, რომ კენეთ შენ ვეღარ განიკურნები. მაშინ როდესაც წერილი ეუბნება, რომ ქრისტეს ჭრილობებში შენ უკვე განიკურნე. და ეს ადამიანი მიხვდა, რომ ვიღაცა ეუბნეოდა რაღაცას ისეთს, რაც სახარებას ეწინააღმდეგებოდა. მოციქული პავლე ამბობს და მაშინ თუნდაც მე ან რომელიმე ანგელოზი მოვიდეს და გახარო თქვენ სხვა სახარება, ვიდრე ის რაც მე თქვენ გახარეთ, შეჩვენებული იქნასო. ის მიხვდა, რომ შეუძლებელია ანგელოზი ყოფილიყო ღვთისა ან ღმერთი ან ღმერთის სული და ეთქვა ისეთი რამ, რაც სახარებას ეწინააღმდეგება. შესაბამისად დასკვნა იყო ერთადერთი. ეს არ იყო ღმერთის ხმა, ეს იყო მტრის ხმა. აი რას ნიშნავს იცნობდე სასუფეველს ცათას. რას ნიშნავს იცოდე ჭეშმარიტების შესახებ. და მე მივხვდი, რომ ეს იყო ეშმაკის ხმაო. ვუთხარეო ამის შესახებ და ვუბრძანე, რომ წასულიყო და ის იმ წუთში წავიდა და მე სრულიად ამოვისუნთქეო. ეს იქში მაქვს აკითხული ძალიან ბევრი წლების წინ. შეუძლებელია ცათასასუფეველი დაემკვიდრო, თუ არ იცით ცათასასუფეველის კანონები. თუ არ იცი ის საფუძვლები, რაზეც დგას ცათასასუფეველი. ამიტომაც უფალი გეუბნება, ვერ შეხვალ ცათასასუფეველში, თუ არ მიიღებ ჯერ მას. თუ არ დაინახავ ჯერ მას. თუ არ შეისწავლე ჯერ მას. თუ არ ჩაწოდები ცათასასუფეველის კანონებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შენ უნდა კითხულობდე ღმერთის სიტყვას და ის შენთვის რეალური დასაყრდენი უნდა გახდეს. მაგრამ მას შემდეგაც კი, როდესაც შენ იცი ცათასასუფეველის კანონების შესახებ, ხშირად შენ გჭირდება ძალისხმევა ამისათვის. და უფალმა იესო ქრისტემ ეს ჩვენგან არ დაფარა. ნახეთ ლუკას მე-16 თავში, მე-16 მუხში ასეთი რაღაც წერია. ჯული და წინასწარმეტყველნი იოანემდე იყო. მას შემდეგ ღვთის სასუფეველი იხარება და ყველა ძალით შედის მასში. პატარა როდესაც ვიყავი, ერთი დიდი რკინის კარები ჰქონდა. და ეს კარები საკმაოდ მძიმე იყო ჩემთვის. კარი ღია იყო. მაგრამ ხანდახან მე ამ კარს ვერ ვხსნიდი. ისევე როგორც ჩემი პატარა ბიჭი, ჩემი სახლის რკინის კარებს ვერ ხსნიდა ერთი პერიოდი. ეხლა რო ხსნის, უკვე უხარია. კარი ღია. შეგიძლია ჩამოწიო სახელური და შეხვიდე, მაგრამ თუ ძალა არ აქვს, თუ არ ივარჯიშე, თუ ოფლი არ დაღვარე, შეიძლება ეს კარი ვერ გახსნა. ცათასასუფეველი მოცემული გაქვს. მაგრამ ის მძიმეა, ის ადვილი ასაღები არა. და მხოლოდ მოძალადენი დაიმკვიდრებენო მას. ძალით წარიტაცება. შეუძლებელია უცებ მიხვიდე თითი მიარტყა და ასე ხელგაშლილად მოგემართოს ყველაფერი, როგორც შენ გინდა, როგორც შენ წარმოგიდგენია. ასე არ არის. შენ დაგჭირდება ვარჯიში. შეიძლება ერთხელ ილოცო რაღაცაზე და არ მოგეცეს.
შეიძლება იმარხულო კიდეც და არ მოგეცეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენთვის ეს სასწაული არ არსებობს, ან შენთვის სხვა კანონები მოქმედებს. კანონები ყველასათვის ერთი და იგივეა. კი არ უნდა დაიღალო. კი არ უნდა თქვა, ვაი დედა რაღა მეშველება, 5 ჯერ შევეცადე და არ გამომივიდა. პირიქით, უნდა გაიზარდო, როგორც ჩემი შვილი გაიზარდა. უნდა გაიზარდო სულიერად, უნდა ივარჯიშო, უნდა ეძიო გზები, უნდა უთხრა უფალო, აი ასე წარმომედგინა და არ გამოვიდა, აბა ახლა როგორ ვსინჯო. წაიკითხო წერილები, დილას აღამოს ეძიო და უთხრა უფალო, ამიხსენი, მე ვიცი რომ შენ მომეციეს. გამაგებინე როგორ გავაკეთო, როგორ გავხსნათ სათასასუფეველის კარები, ჩემი ცხოვრების აი ამ კონკრეტულ სფეროში, რა გავაკეთო, რა მოვიმოქმედო. თუ მეტი მონანიება გჭირდება, თუ მეტად ჩაღრმავება გჭირდება საკუთარ თავში, მეტად ჩაუღრმავდი. თუ მეტი ერთგულება გჭირდება ღმერთის, მეტად უერთგულე. თუ მეტი მარხვალოცვა გჭირდება, მეტად იმარხულე. თუ პატიებას მოგთხოვს უფალი ვინმესას, აპატიე, თუ თავის დამდაბლებას მოგთხოვს, დაიმდაბლე, მაგრამ გაიზარდე სულიერად. ეს ყველაფერი რაც აქ ჩამოვთვალე და კიდევ ძალიან ბევრი სხვა ასპექტი არის შემადგენელი სულიერი ზრდის და არის სულიერი ნაყოფები. ის რომ რაღაცას დღემდე ვერ მიაღწიე, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უფალს არ უნდა შენთვის ამის მოცემა. პირიქით, უფალს უნდა რომ გამოიყენოს ეს შენი სურვილი იმისათვის, რომ უფრო მეტად მოტივირებული იყო. ჩაუღრმავდე ღმერთის სიტყვას, ჩაეძიო და მოვა განკურნება, მოვა გამონთავისუფლება, მოვა გამარჯვება და შენ გეცოდინება სხვებს როგორ ასწავლო. გაიხსენეთ, უფალმა რა უთხრა ადამიანს. რატომ უყურებ შენი ძმის თვალში ბეწვს? ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ როგორ უნდა ამოუღო შენ ძმას თვალიდან ბეწვი. ღმერთს უნდა რომ შენ ძმასაც დაეხმარო რაღაცაში. ასწავლო, ამოუღო, შეაგონო, დაეხმარო, განამტკიცო. მაგრამ უფალი გეუბნება, იცი რა ჩემო შვილო? ჯერ შენ გამოსწორდი. ჯერ შენ გაიზარდე, ჯერ შენ დაიხვეწე, ჯერ შენ გამოავლინე სულიერება და მერე შენ ისწავლი, მერე შენ დაინახავ სხვებს როგორ უნდა დაეხმარო და ეს არის ღმერთის მიზანი შენ ცხოვრებაში. ღმერთს უნდა რომ შენ უარი კი არ თქვა სათასასუფეველის დამკვიდრებაზე. გააგრძელო ბრძოლა. იმიტომ რომ ასე წერია, ბრიყვი ერთხელ დაეცემა და ადგილზე დარჩება, მაგრამ ბრძენი 10 ჯერაც რომ დაეცეს.